მოგესალმებით. სწორია, როცა ადამიანი იბადება მამაკაცად, მეორე დედაკაცად და საზოგადოება არ უნდა მოკლას ქალში ქალური საწყისები და მამაკაცში მამაკაცური საწყისები. ოთარ ანთქვრივი ბევრჯერ განვიხილეთ, იმ ქალში ქალური საწყისი მკვდარია ოთარ ანთქვრივი. იქ არის მამაკაცური საწყისების წამოვიდა გადარჩენისა. ის კაცია უკვე. ხედავთ? კაცი იყო ის. მაგრამ ვერ მოკლავ ქალობას, იცი, ის უკანა პლანზე გადავიდა. ჩაკლა ქალური საწყისები. აღარც ქალური სიყვარული აქვს, არაფერი. ეს სოციალმეტისკვილე გიждდებოდა, არაფრით არ წაყვაცოლათ, იმიტომ ეს გამამაკაცთა უკვე. მაგას აღარ ჭირდება. ქალს რეალიზაცია ჭირდება კაცთან, რომ ჰარმონია არის, ქალი საწყისი მამაკაცს ერთად შეევლენ და ერთად ოჯახში არიან. ოთარ ანთქვრივი ეს ილია ჭავჭავაძის პერსონაჟი არის ოთარ ანთქვრივიდან. აბა ნახეთ როგორი მამაკაცია, ლექსიკონი მამაკაცური აქვს, ჩხუბობს, ყველაფერი კაცია რა მოკლედ რა. და კარგად არის ეს მე ეკრანიზირებული ვერიკო ანჯაფარიძე მამაკაცური რა მაგრა თამაშო აი რობოტია იცი არაფერი ქალური მასში აღარ არის არაფერი აი ეშინიათ ყველას რა მისი შავებში დადის ხო მაგარი სიმბოლო არის ეგ რო იცოდეთ ხო ეს მაგალითად არ გამოგვადგება რომ განვიხილოთ მასში ქალი აღარ არის ეს ტრაგედია როცა ქალში ქალობა გვდება ფორმით კი ქალია აი ეს რომ მოხდა ხედავთ უკვე მოხდა ამის უკვე ფორმის გამოცვლაც ქალური საწყისებში რო გადადიხარ, უკვე ძალიან ნადვილია გამოიცვალოს სქესი. ახლა მამაკაცი როგორ შეიძლება ქალი მივიღო თუ ფსიქიკა, თუ მე ქალის ფსიქიკა გამიჩნდა, ქალის ფსიქიკა, გინდა უკვე ფორმა გამოიცვალო, ხო? ქალური ფსიქიკა განაპირობებს ფორმის შეცვლას. აი ეს აბრამიძე რო იყო, გახსოვთ? მე რო გახდა ქალის სახელი რო დაირქვა, ხო? ეს ფსიქიკა მაგას კაცის ჰქონდა? და საზოგადოება უნდა ცდილობდეს რომ ორი რო შემოდის მამრი და მდედრი განათლების სისტემა ისეთი უნდა იყოს რომ ქალში ქალობა არ მოკლას კაცი კაცობა და ამათ ერთიანობა არის უკვე ჰარმონიული ოჯახი და ახლა კაცი კაცსა რო ქორწინდება ამ ორი კაციდან ერთი ქალური საწყისის არის მეორე მამაკაცურის ფორმას გამოიცვლიან ან თუ არ გამოიცვლიან ქალის გენიტალიების მაგვირად სასქესო ორგანოს ცვლის თქვათ მეორე უკანალით აი ეს მითხარით ეს რა არის ფსიქიკის გადაგვარება არ არის ვინ დაამახინჯა ფსიქიკა ჯერ ცოდვილი ბუნება ამახინჯებს მე შენ თვითონ სოციალური გარემო ხელს გიწყობს რომ რაღაცნაირად ჩაკლა შენში საწყისი ქალი თუ ხარ კაცი თუ ხარ და გაქალებული კაცები მივიღეთ და გამამაკაცებული ქალები ეს კიდე არის უკვე დისჰარმონია საზოგადოებაში და არეულობა იწყება აბა შემთხვევითია რაც დაკანონდა ევროპის ყველა ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმი ფსიქიკასთან უნდა მივიდეთ ეს იკვლევდა ამას ფსიქოლოგები. აბა როგორ შეიძლება მამაკაცი თუ არა რატო უნდა მინდოდეს მე ვთქვათ მამაკაცთან ურთიერთობა. ესე იგი მე მამაკაცი ის მამაკაცი რანაირად მომიდება ურთიერთობა. ესე იგი ამ ორში ერთ-ერთს ქალური საწყისები უნდა კონდეს. ფორმით კი ვარ მამაკაცი. და მართლაც განაზებულები არიან. მე კაბას ჩაიცმევენ, პამადას წაიცმევენ, აი ციხეებში რა. კაცები და ქალის როლში არიან. იმიტომ რომ ქალის ფსიქიკა აქვს მას, მანერები საქართველოში ბიჭებს ძალიან ბევრს ფსიქიკა ქალური აქვს. უბრალოდ ციხეში რომ მოხდნენ ეგენი, ქალის როლში იქნებიან უკვე სექსუალური აქტის დროს. აი ყველას აქვს ეგ ჩამოთვალო გვარები, ეწყინებათ ახლა გვარები რომ დავასახელოთ. თქვენ თვითონ შეხედეთ, მე რატო ყველაფერი მეკითხრათ. ამიტომ რას ვისვაბრალებ, იცი? საზოგადოება, სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს, რომ შემოდის ღმერთმა გააჩინა მდედრი და მამრი, არ უნდა მოკლა მდედრში მდედრის საწყისი. და მამრში მამრის საწყისი. ადამიანში ორი საწყისი არის. რო იბადება ადამიანში არის ქალი, ჰორმონები, ყველაფერი და მამაკაცური საწყისიც არის და ეს გამოსაყენებელია სხვა რაღაცაში. დომინანტი მამაკაცური საწყისი კი არ არის ქალში, მაგრამ მკვდარი არ არის. თუ მკვდარი ის ქალი კაცის გარეშე კვდება. ნახეთ, ოთარ ანთქვრივი საინტერესოა ჩვენ ილია ჭავჭავაძე დაგვიხატა ქალი მას მერე როცა იგი დაქრივებულია. საინტერესო იყო მისი გათხოვების პერიოდი. როგორი ქალი გათხოვდა? აი, როგორი ქალი გათხოვდა? იმიტომ რომ გიორგის რო უყურებთ, გიორგი მამაკაცია, შვილი ესე იგი. წარმოიდგინეთ რა თავისი შვილი, აი სუფთა მამაკაცური საწყისია გიორგის. აი აშკაცია, აი ეს პირში თქვენ კომპლექსიანია ქალთან ურთიერთობაში მამაკაცი მორცხვია ეგრე. თავხედი არ არის, ხო? რო ხდება იმას სახში რო შედის, ხო? კესოს. ხო? და ჩვენ არ ვიცით თვითონ ეს ოთარაშვილი, ოთარ ანთქვრივი რო არის მე ოთარაშვილის ქვრივი, სახელიც არ ვიცით. გათხოვებამდე როგორი ქალი იყო.
წარმოსადეგი გოგო უნდა ყოფილიყო, ამიტომ რომ სოციამეწისკვილეს უყვარს, ხო, დაძდევს იმის მერე რაც დაქვრივდა. მაგრამ იგი სუფთად ქალური საწყისით დაქორწინდა ოთარაშვილი მისი ქმარი, მაგრამ ჰარმონია მაშინ დაირღვა, როცა ამ ქალში მამაკაცური საწყისის სახით ქმარი კვდება და ეგრო დარჩენილიყო ქალის საწყისში ოჯახი დაენგრეოდა. ამ დროს რა მოხდა? ამ დაქვრივებამ აღარ გათხოვდა და მასში ფარული მამაკაცური საწყისები წამოვიდა და ამან ოჯახი შეინარჩუნა და ერთდროულად იგი ტვინით ყველაფრით მამაკაცია, ფორმით ქალია. და პირდაპირ გაგებით ნახეთ როგორ სადაც ჩანს რომ ეგ მაინც ქალური საწყისების გარკვეული მაგას ვერ გააქრობთ, არის თავისი ვაჟიშვილი გიორგი. გიორგი შეხვდავს თავის საყვარელ ქმარს და ფაქტურად ეს ფსიქოლოგიურად შვილზე დაქორწინებულია. ესე იგი მას ქალური საწყისი გამქრალი არ აქვს, გაუხეშებულია და მამაკაცური საწყისებმა ოჯახი გადაარჩინა, შვილი შეინახა. შვილი გაახზარდა, მაგრამ ქალი როგორც ასეთი მკვდარი იყო და იგი ვეღარ გათხოვდებოდა. თორე გარეგნობით ხო კარგი ქალი იყო. და არ არის დახატული გათხოვებამდე როგორი ქალი იყო. ნამდვილად ესეთი რო ყოფილიყო არ ითხოვდა ეს კაცი. თორე ჩვენ ვეცნობით უკვე გამამაკაცებულ ქალს, კაბით დადის, მაგრამ ტლანქის სიარული, შრომა გაუხეშებული. აი მამაკაცია რა მოკლედ რა აგეთანა რა დედაკაცი. ნუ კაცი ზოგადი ცნება მოიცავს საქართველოში დედრობით და მამრობით სქეს. ამიტომ მოდი დედაკაცი, მამაკაცი. ხო ესეთი უხეში სიტყვა კი არ არის. და მასში ეს უკვე გამამაკაცდა. ეს კი ტრაგედია. და ძალიან განიცადა როცა მან შვილი ესე ჯერ აი დედობრივი ინსტინქტმა გაიღვიძა რა. და კიდევაც საფლავზე შვილს. ეს ხო ტრაგედია არის. ფაქტობრივად ამ ნაწარმოებში საქართველოს ტრაგედია არ არის მხატვრულ ფორმაში. საქართველო რომელიც დისჰარმონიული სახელმწიფოა და მან კავშირი აი ადრეც გითხარით რომ ესე იგი თუ ქრისტიანია ერი, მაშინ ქრისტიან ერი დაქორწინებული ღმერთზე უნდა იყოს სახელმწიფო, ხო? ესე იგი დაქვრივებული საქართველოს სიმბოლო არის ოთარაანთქვრივი მხატვრული ფორმით. და ტრაგედია ნახეთ როგორ ამთავრებს. ეს ხო წინასწარმეტყველური ნაწარმოებია. გიორგი კიდე ესეთ სახელი არის გიორგი, რომელიც არის აღებული ბერძნული სახელი ეს. მიწის მუშაკია სიტყვი და თან ასოცირება ხდება თითქოს აი ქრისტიან მოწამე ადამიანი, რომელსაც ეწამა თავისი რწმენით გიორგი. სიმბოლური არ არის ეგა? კვდება რწმენა, ხვდებით, ხდება და მას მიყვება მისზე მიბმული დედა. ეს ხომ ლიტერატურაში დაიწერა მხატვრული ფორმით და არ არის წინასწარმეტყველური ნაწარმოები. აი ეს არ გაურჩევიათ. ბიჭო, შემოქმედი ადამიანი ხო ინტუიციით, რაღაც აი ეს საიდუმლოება, შემოქმედება რა არის, რას ემსახურება. ჩვენ უნდა წავიკითხოთ ეს და დავალაგოთ ეს და მე რას მივიღებთ, იცი, დავშლით, დავაშენებთ. რაღაც სიმბოლო ხო, რატო არის სუშავებში ეს ქალი? თუ პირდაპირ შეხედავთ ესე, მაშინ ხელოვნება აღარ გამოდის და ეს არის დოკუმენტი და ეს არ არის მეცნიერული ნაშრომი, ეს მხატვრული არის, სახე. იდეები, რომელიც არ ჩანს იმის წარმოჩენა, ეიდოსების წარმოჩენა არის, ეიდოსების წარმოჩენა ხდება ამ სახით იდეის წარმოჩენა, ეიდოსის, ბერძნული იდეა და ეიდოსი ფორმა. ესე იგი, იდეა ამ ფორმაშია გადამოცემული. ხო. და არ მეანიშნებს ესა საქართველოს დაქვრივებული და ეს დაიწერა მე-19 საუკუნეში, ხო? მე-19 საუკუნეში ქართველი წარმოადგენა სახელმწიფო როგორც დაქვრივებული. იგი ქმარდაკარგული არის და ამას მე ესე ვთქვი, ქმარი ვინ არის თუ არა პატარს ვინ არის? ქრისტე. ამ დროს ვითომ ერი ქრისტიანობს. თავში როგორ მოუვიდა ილია ჭავჭავაძე, მაგაზე კი არ უფიქრია. ეს არის ნიჭიერი ხელოვანი მხატვარი, სიტყვის მხატვარი და ჩვენ სააზროვნოდ დაგვიტოვა ნაწარმოები. თქვენ ამას სოციალური იმით იხილავთ და არაფერი შედეგი არ მოყვა მაგას. ბატონები, ყმები, ეს სახე, ეს არის გარკვეული რაღაცა სიმბოლო, მაგრამ უფრო ღრმა ინფორმაცია არ აქვს ამაში. აი ეს არ ვასწავლეთ ჩვენ სკოლაში, ამას არ გვასწავლდნენ. და დაარჩით ასეთი დებილები და ეს ლიტერატურა გარჩეული არ არის, რისთვის იწერება? რადგან ახლა ოთარაანთქვრივი დადებითი გმირი, ხო, გიორგი დადებითი გმირი.
გიორგი ცალკე ნახეთ როგორი გიორგი ვიზია შეყვარებული. რისემულ აი რატო სხვა სოციალური კლასის წარმომადგენელი უყვარს გიორგის? რატო არ უყვარს თავისი წრის წარმომადგენელი? ამით რა ინფორმაცია უნდა და მოეცა ილია ჭავჭავაძეს? ესე იგი ტოვებს თავადური კლასს, მხოლოდ ანტაგონიზმი როა მასში და დათიშული რო არის ეს და დაქროებული და დაქორწინებული არ არიან ეს ერთი სოციალური კლასის წარმოადგენელი მეორეზე, ეს წარმოადგენა ილიამ. იგი ხომ არიგებდა თავადებს გლეხებთან. იგი არ იყო მომხრე ბატონყმობის გაუქმებისა ილია ჭავჭავაძე. ხო და ბოლშევიკები რომ მოდიან ახლა ილია ჭავჭავაძეს აცოცხლებდნენ? ესე იგი მისი სიკვდილი კანონზომიერება იყო რომ მოკლეს. იგი ხელს შეუშალიდა იმას რაც მოდიოდა. თუმცა არას გააკეთებდა რომ ბოლშევიკები რომ მოდი ესე საბჭოთა იდეოლოგია, სადაც ხალი და კაცი ერთ-ერთია, გათანაბრებულია. ხო ესე იყო. ქალები უკვე ლესავები არიან, ტრაქტორზე მუშაობენ, გაამამაკაცა ქალები საბჭოთა იდეოლოგიამ. ზუსტად ეს წამოიღეს ევროპაში და დღესაც ევროპაში გარი ქალები გამამაკაცებული არიან, კაცები გაქალევებული არიან. ამიტომ არის გადაკეთება. ხედავთ, ყველაფერი არის კანონზომიერებას ემორჩილება, ხალხმა ამას წაკითხვა უნდა. და რატომ მოხდა ამის დაკარგვა? არა, იმიტომ რომ ღმერთს ზურგი აქცია ყველამ. და ის სხვა რელიგია, ხედავთ, ტოვებს, აი მუსულმანური რელიგია უფრო ნახეთ, მაინც დაქვემდებარების რელიგია არის. ნახეთ, მამაკაცის უპირატესობა და ქალი მორჩილი არის. მუსულმანურ ქალებში ქალი ქალურ საწყისში ზის. უბრალოდ მათ სხვა პრობლემაა, ჩაგრავენ, თუმცა ახლა ერიდებიან. ნახეთ, იქ მამაკაცი მამაკაცობს. ქალი კიდე მისი მორჩილი არის. ხო პროეგრია. აი მუსულმანური ქალები ნახეთ, ქალურ საწყისში. ჩეჩნური ის ამოიღეთ ჩეჩნეს. იქ ყველა ქალი არის ქალური საწყისში. ჩვენ ქალებს გადახედავთ და გამამაკაცებულები არიან. იგენებიან, ვაშკაცობენ, ჩხუბობენ, სახეში უტყამენ კაცებს. რატომ მე ვერ გავიგე? არც კაცმა უნდა დაარტყას, არც ქალმა. აი პოლიციას ქალმა სახეში ტყლიპა. ესე იგი გერმაფროდიტი, სიტყვა გერმესი და აფროდიტი ერთად არის. აი საიდან არის ამ მითში საიდან არის ესახები? ღმერთიდან ქალი და მამაკაცის საწყისით ვიბადები მე. მე დავიბადე ორი საწყისით. მე ესე იგი კონკრეტული ადამიანი, ხო? თქვენ. აი ახლა ამას ვინ და ეს დამოკიდებულია ჩემი განვითარება ფორმით რომ მამაკაცი ვარ, იმ საზოგადოებაში რომ ეშთაც დავიბადე. თუ მე საზოგადოებამ შემიწყო ხელი რომ ქალური საწყისები ამოიტანა, მე კონფლიქტში მოვდივარ და მაწუხებს სხეული და მინდა გადავიკეთო და აქ პლასტიკური ოპერაციები დგას უკვე და ფულს აკეთებს და მე ქალური ისინი გადამინერგა, ხო? ხო, კესარი აბრამიც. აი ეს არის დანაშაული ხალხნო. ხო და რისი ბრალია ეს? და ნახე ევროპა ამ გზას არ დაადგა. აბა სად გაგონილა ხალხნო კაცი კაცთან, ქალი ქალთან. რამდენჯერ გითხარ თუ კაცი კაცთან კი არ არის. ერთში არის ქალური საწყისი წინა პლანზე. აი მანერებით იცნობთ იმ წუთში. ასევე ლესბოსელებში იმ წუთში მიხვდებით, ქალი ორი ქალური საწყისით არ შეიძლება ერთად იყოს. ერთში უფრო მამაკაცური საწყისია წინა პლანზე და მამაკაცის როლს ასრულებს. სექსუალური აქტის დროს თუ ამას მექანიკური ის აქვს ისე ხო რა სუროგატული. და როგორ შეიძლება დაქორწინება ამათი? ეს არის დამახინჯებული ფორმა იმისა, რაც რეალურია. რატო ღმერთმა გააჩინა კაცი, ქალი და ხელი შეუწყოთ განვითარებას და ღმერთი იყო ამისი მემცემი რომ ჩვენ რატო დაგვიტოვა მაგალითად ჩვენში არის ქალური სადაც ჩანს ქალური საწყისი აი ჩვენც გვახასიათებს ძლიერი ტრაგედიის შედეგად ცრემლები ტირილი მე ქალური საწყისები გვეხმარება მამაკაც საჭმელს აკეთებს როცა ამის აუცილებლობა აი უსებ ცოლი გარდაეცვალა თუ მასში ქალური საწყისი სულ მოკდა ისეთი კაცი ძალიან ცუდ დღეში იქნება აი ჩემში მაგალითად სუნთლად ნოლზეა დაყვანილი ქალური საწყისი გამომაცალეთ ხალი და ჩემი საქმე შავათარე. აი საჭმელს ვერ გავაკეთებ, შერი მოკდები. იმიტომ კი უნდა დავიღალო, ხელახლა ვისწავლო. ბავშვობაში ქემაიც ვაკეთებდი, კვერცხს ვსვავდი, კარტოფლის და ახლა ვერ გავაკეთებ ვერაფერს, მართლა გეუბნებით. თორე ჩემში მამაკაცური საწყისები ისე დონეზე არის, რომ ქალი საწყისები თუ არსებობს არც ვიცი. შეიძლება ამანიჩინოს თავი რაში იცი, ცრემლი ჩამომივარდეს. რომ გავიგო რაღაცა გული ამიჩუყდეს. თუმცა რო ვატყობ ეგეც აღარ არის უკვე. ხალხი ფილმებს უყურებს და ცრემლებით იღურება ყველა და ბიჭო მე რა ვარ ასეთი გულქვა ვიძახი რა. თუმცა მაინც იცით რომ რაღაცა თუ იმოქმედა ცოტა ისეთი მაინც იჩენს და გამიხარდება რომ თლათ არ მომკვდარა ის საწყისი ქალური. ღმერთი ხო ქმნის ეს არის მოცემული ხედავთ? ამიტომ ნახეთ ქალზე ვართ დამოკიდებული ჩვენ, ქალი კაცია დამოკიდებული, ორივე ღმერთზე ვართ დამოკიდებული.
ხო კარგი რამეა. ამიტომ უყვარს კაცს ქალი, რომ ის ნახეთ, მაშინ მამაკაცური საწყისი დაბალ დონეზეა და თუ იმაშიდაც კაცის საწყისი საერთოდ ნოლი და რაღაცაზეა დაყვანილი, იმასაც როგორ გაუჭირდება ხმა რომ მოუკვდება, საერთოდ წაიქცევა რა. და ეძებს უკვე ვიღაცას შეეკედლოს, მოძებნოს და 50 წლის ასაკში და 60 ზენელია ხო? ხედავთ, ეს ტრაგედია ხალხო, ეს რასაც ვლაპარაკობ, ჩემამდე როგორ ფიქრობ, არ დააფიქსირა რა, ამიტომ მე ახალ რაღაცას ვიძახი. არ გეგონოთ, მე არ დავამბარალოთ ეგ და. უბრალოდ ჩვენი ხალხი გაუნათლებელია, თუ განათლებიან საკოხთა პრუწაუთ არიან, ყვებიან ზღაპრებს და ახლა ბერძენიშვილს მამაკაცური საწყისები აქვს. ჯაჯანიძეს მამაკაცური საწყისები აქვს. ფორმით მამაკაცები ხო არიან. ამიტომ 50-50-ზე იქნება მათ. და ჩავარდება ციხეში და ქალი იქნება, ეჭვგეპარება იქ უშანგი დახვდება ჯუმბერა და იტყვის, აბა ეხლა მომესახური აქა. იგი როცა დავკარგავთ ღმერთთან ურთიერთობას, ჩვენ სახესაც ვკარგავთ. ჩვენ წარმოდგენაც არ აქვს ჩვენ თავზე და ქალსაც ვაუბედურებთ. ახლა ჩვენი ქალები გაუბედურებული არიან, ხო? აი რა შეჭირდება ახლა ქალებს საქართველოში კაცი, მაგრამ უბრალოდ შვილის გაჩენისთვის. ეხლა ეგეც აღარ არის, მე მგონი უკვე ისე გავიდა ინდონეზია გავიდან ხალხი, ქალები. აი გაიჩენეს შვილები მოტეხეს ქმრები და არა შეჭირდება ქმარი. ქმარიც არის თვითონ ქალის არის, თუ დაჭირდება გავა ვიღაცა. რა პრობლემაა ეგა? არ არიან გამამაკაცებული ქალები ჩვენთან? აბა აი ჩამოთვალო გვარები ვინ არიან? თქვენ თვითონ ვერ ხედავთ? ხო და დაცინიან იცის მუჟიკები არიან. იცი რა არის? დაცინი არაფერი არ არის. ჰარმონია ადამიანი ღმერთმა შექმნა. და ღმერთი გვეუბნება მე რომ შემქნა ფორმა, კაცი, გენიტალიები, ყველაფერი, ეს საწყისი არის პრიმატი, მაგრამ ამ საწყისმა არ უნდა მოკლას ქალური საწყისი, სადაც მე მადგება. აი რომ დავრჩები მარტოთ, აი ესეთი კაცები ვიცით, ისე უვლიან თავის საჭმესაც აკეთებენ, მაგრამ მათში მამაკაცური საწყისი დომინანტია. და როცა ცოლი არ არის, თქვა სამუშაოზეა, ის აკეთებს ყველაფერს. ეს დასაცინი კი არ არის. მაგრამ ვისშიდაც ეს არ არის, ის მართლა ვერ აკეთებს და ამიტომ უნდა დაცინოს იმას, ვინც ამას აკეთებს, მაგრამ გაგებაში არ არის. შენ ახარ დებილი, შენი ქალის გარეშე ვერაფერს ვერ აღარ აკეთებ. და იმან ნახე, ქალი გავიდა გარეთ, ის უვლის თავის თავს. დაალაგა, მოამზადა. აბა ახლა სულ ხوار იქნები მისი მსომალ არ არის ცხოვრება ესეთი. მაშინ შუა საუკუნეებში უნდა ვიყოთ, ქალი სახში უნდა იყოს და მამაკაცი გავა სანადიროთ რაღაც და ეს ამათი ჰარმონია არის ყველაფერში. სექსშიც ქალი ქალია, კაცი კაცია სექსში. და ამის აღრევა კაცი კაცთან რო დააქორწინეს, თქვენ დარწმუნებული ხართ თუ კაცი კაცთან არის დაქორწინებული? არა, ერთ კაცში ქალური საწყისებმა იჩინა თავი მაღალ დონეზე. და მე ის თუ მაღალ დონეზე გავიდა, ფორმასაც იცვლის და უკვე ტრანს იმას მივიღებთ, ხო ტრანსექსუალს. გადაიკეთა ყველაფერი. ეს კი კატასტროფა არის. და დავიჯერო რომ გაბედნიერდება? არა. ხო, ლიტერატურაში ახლა აღწერილია ესა და გარემოებას, განათლებასაც დიდი როლი აქვს. ესე ქალის განათლება ადრე საუკუნეებში იყო როგორი? ქალისთვის რაც იყო, აი მაგალითად რას ასწავლიდნენ ქალებს. ძირითადად ქალი სახში ჭრაკერვა, მუსიკა, თითქმის ყველა მიცოდა ელემენტარული, და წიგნებს კითხულობდნენ რომანტიულს. ქალ, ესე იგი, რომელიც გააღვივებს ქალში უფრო ემოციას, ქალურობას, სინაზეს და ბავშვების ამღზდელი არის და აქედან არის ქალი და მამაკაცი, დედმამა რატომ არის საჭირო ბავშვის გაასწავლოთ. მამაც უნდა მონაწილეობს და დედაც. იმიტომ რომ ბავშვი არის ორი საწყისი. ორი საწყისის ობიექტივაციაა დედა და მამა. და როცა უმამოდ იზრდება ბავშვი, დედასთან მას ქალური საწყისები ექნება. მეზობელი მყავდა, ბავშვი რომ 3 თვის იყო, მაშინ გარდაიცვალა მამა მისსა. დედა ჩამოაყალიბა კაცი, ქალური ხმაც ჰქონდა ისე სხვათა შორის. შეხედავდი ვაშკაცი არის გარნე. დაილაპარაკებდა და ქალი იყო. და ძალიან ეთყობოდა მერე ისე ვაშკაცი, დაგატყამს ძალა რა, ძალაზე კი არა ილაპარაკი. ცემაზე კი არა ილაპარაკი. ქალური იყო მასი ყველაფერი იცით. იმიტომ რომ სულ დედასთან იყო. სულ თალი ცხოვრება. აი ოთარანთქვრივ ეგ არ არის. მაგრამ ოთარანთქვრივში გიორგი უკვე სხვა არის. აი გიორგი კაცი, აი ილიას სწორედ ეგ არ დაგვიმახინჯა გამიგეთ. იმიტომ რომ თავად რატომ იყო გიორგი ახლა მამაკაცი შენ არის რატო დედა გახდა უკვე კაცი ფსიქოლოგიურად. კაცმა გაზარდა გიორგი, ქალმა არა. მამაკაცური საწყისები, სამართლიანობის სწავლა, ჩხუბი, რაინდობა, ყველაფერი და ამავე დროს ქალური საწყისი ცოტა რომ დაიტოვა, საჭმელს აკეთებს ქალი და
რაღაცებს მუშაობს ვირივით ყანაში. შეითავს ქალისა და კაცის ურთიერთობა და უფრო მამაკაცმა გაზარდა თავისი შვილი და ისე მთლიანად კაცი იყო და მთლიანად რო კაცი იყო, ხელი შეუშალა სიყვარულის სახსნაში კესოსთან. მორცხვია, ვერაფერს ვერ იძახის და ის ნახე როგორ არის მუსიკა, განათლება, ლაპარაკი, ის სუფთად ქალი იყო. სუფთად და აკი მოწონდა კიდევაც კესოს, უბრალოდ დაბრკოლება იყო სოციალური წარმომავლობა და მე ასიტყვის ხალხი წრე. თორე გიორგი იმას მოეწონა, ვაშკაცი კაცი იყო, იმიტომ ის სუფთად ის კესოს უქალი იყო. და მისი ძმაზე ვერ ვიტყვით, მისი ძმა იყო ქალოია. აი სიტყვა ლიტერატურაში რომ აქვენ ქალოია. ხო, ბერძენებს აქვთ მალაკოსები. ეს განაზებული კაცები რა, გადახრილი ცოტა, მაგრამ პრაქტიკაში აქტიურობის გამომხატველი არ არიან. ერთი ნაბიჯია მანდა რა მაგისი, ხო? ასე იყო პერიოდი, როდესაც ჰომოსექსუალიზმის გულისთვის ციხეში ბრიტანეთში იყო ოსკარ უაილდი და ეხლა ბრიტანეთში ჰომოსექსუალიზმი დაკანონებულია. რას წარმოიდგენდნენ, ხო? რას ერჩონდნენ იმ კაცს მე ვერ გავიგე. კაცო, დაჭერა კი არ არის მთავარი, განმარტებაა საჭირო, განათლებაა საჭირო. ქალის განათლება სხვანაირი უნდა იყოს, ზოგადად ერთია. ქალის განათლება სხვანაირია, კაცის სხვანაირია. დღეს ახლა აღარც ქალი ქალობს, აღარ გავიგეთ ვინ ქალია, ვინ კაცია. აგერ ფეხბურთს ქალებიც თამაშობენ, შტანგას ქალებიც ეწევიან, ქალები ჩხუბობენ. აღარ გავიგებთ ვინ ქალია, ვინ კაცია. ხო გვიჭირს ეგა. და ჩვენ ვეძებთ, მამაკაცი, ნამდვილი მამაკაცი ქალს ეძებს. ნამდვილი ქალი დედაკაცი მამაკაცს ეძებს. და ამ ძიებაში ვართ, ხო? და მე კაცი ვარ, კაცი რა თქმა უნდა ქალში ახლა მე რა ვიცი მე ვერ გავიგე ახლა ყარაულაშვილს ცოლად ვერ მოვიყვანდი მე მაგალითად. მაშინ მამაკაცური საწყისები იყო, ჩხუბობდა, იგენებოდა, ილანძღებოდა, თქვენ ხომ არ იცნობთ მაგას. ფორმა ქონდა ქალის ნორმალური, ხო, აწყობილი ტანით, ყველაფრით, აი 20 წელს 25-იც. მაგრამ მამაკაცური იყო, იცი ყველაფერში, იცი გინება, ლანძღვა და ახლა მე ვარ ესეთი და შენც ესეთი გული მიწოს ფორმა ქალის რაღაც არა დავით ამანები არ მინდა რა შენთან ურთიერთობა რა. არა რა. მე ქალი მხიბლავს. ჩემი მამაკაცი სიუხეში მეყოფა და ახლა შენი სიუხეში რა თმინდა? ხო? ამიტომ ქალს არ მოწონს მამაკაცის სიუხეში. ნამდვილი ქალი მამაკაცის სიუხეში არ მოწონს. ქარი ურტყავს, ცემს, და ყვირის. ხვდებით? იგი ქალია, ნაზია. ხო ესეა წარმოდგენილი ლიტერატურაში, პოეზიაში, ცხოვრებაში, რომ ეს სილამაზე, ქალური სილამაზე სხვა რამეა. და აიკარგა ხალხო ეს ჰარმონია და ძველ ბერძნებს რო ქონდათ ჰერმაფროდიტი, ჰერმესი და აბროდის ერთიანობა. პლატონის დიალოგში, ნადიმში ეს არ არის წარმოდგენილი? აი მითი, როგორ აი რა არის სიყვარული, რომ ერთიანი რო იყო გახლეჩილი ქალი კაცი ერთმანეთს ეძებიან. ეს მითია, პლატონი მითების კარგი ის არის მთხუზველი რო იცოდეთ. მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ ბიბლიიდან უფრო სწორად არ არის მოწოდებული. ჩვენ დავკარგეთ რა ღმერთთან ურთიერთობა ქალმა და კაცმა, ნახეთ, უკვე კაცის ადგილი ქალმა მოინდომა. ხო? კაცი კიდე თუ დაყამულდა მას ცვლის როლები გაიცვალა და დააკვირდით ახლა რა. რა არის ახლა ქალის პროფესია არის პრეზიდენტობა? 24 საათი კაცებთან უნდა იარო, აი ეს ხომ არ არის სწორი. ჩვენ კი აი პროგრესულად მიგვიყვება, რას ვაუბედურებთ ერთმანეთს? ხო და ახლა კაცებს რო თიც დაუქნებს კაბინეტში ქალი. ლაპარაკი არის ნორმალურ განვითარებულ კაცზე, ნორმალურ განვითარებულ ქალზე, მაგაზეა ლაპარაკი. თანამედროვე ცხოვრებამ სულ კავშირი ზღვარი წაშალა და ეს იცი ისი ბრალია, რომელიც დარვინის თეორიის. გაგვათანაბრეს ცხოველებთან და ცხოველებში მართლაც ვერ გაიგებ, ვინ დედალია, ვინ მამალია. მარტო იმით გაიგებთ, ის მოდის პერიოდი კოპულაციის, თორე ისე გაარჩევთ ყველაფერში მამრი და მდედრი ძაღლია. ლომიცესია, ძუდა, ხვადი. ხო, ძალით ყველაფერი ჩხუბით ერთმანეთს, ხო? უბრალოდ დომინაციის ამბავში ვინც გაიმარჯვებს, იმას ექვემდებარება ყველა, თუნდაც მამრი იყოს. ის არის პირველი უკვე. ცხოველებში ესეა. ადამიანებშიდაც ეგრე დაიწყო და ეს ნაწინასწარმეტყველები იყო ედემის ბაღში რო იცოდეთ, ცოდვა რო შემოვიდა. უთხრა რომ ტოლვა გექნება კაცისკენ. სექსუალურ ტოლვაზე კი არ არის ლაპარაკი. გაბატონებაზე. მაგრამ ის იბატონებს შენზეო. მაგრამ ნახეთ და მაინც მე სხვანაირი იმით ხდება, ირიბიგზით ხდება გაბატონება ქალზე. ესა კაცზე, ქალისა. აირია მონასტერი და ახლა ასე არეული პლანეტა როდემდე იქნება ესე. დაირღვა, ყველაფერი დაირღვა. აი დროთა კავშირიც დაირღვა, ყველაფერი დაირღვა, ჰამლეტის არ იყოს, ხო?
ხო და ამაზე არც ლაპარაკობენ, არც ვაანალიზებთ, რა გვინდა ეს სწავლა თუ არ გამოგვადგა, რა ჯანდაბად გვინდა რელიგია თუ, რა გვინდა ის რელიგია, რომელიც არაფრის მომცემია, რა თქმა უნდა, იყო მართლმადიდებელი, რო იტყვიან მართლმადიდებელი, დებილი ხარ და ჩვენ ვართ ისე რა, ოგოფოგო ქვეყანა ვართ მოკლე რა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ყველას მონაწილეობისათვის, აბა, ხვალამდე დროებით.